ჩემ მეგობრის მეუღლემ თქვა ესეთი რაღაც რა. ხშირად ვამბობ ხოლმე ამას სამეგობროში და არც სოციალურ ქსელში მithქვამს და არც არსად აი ხა ვიტყვი პირველად რა. ანუ ადამიანი საერთოდ წინასწარ ვიტყვი რომ არ არის რასისტი, არაფერი რა პირიქით, ანუ ტოტალურად მაგის საპირისპიროა და მეუღლეა რა, ანუ ქართველია გოგო და ის არის ამერიკელი. საქართველოში ჩამოვიდა პირველი რა თქვა იცი სამთვიანი დაკვირვების მერე მუსიკოსია. ამერიკული კონტექსტი გადმოიტანა საქართველოზე, ეკონომიკური კონტექსტი საქართველოზე რა. ვიმეორებ რასისტი არ არის არაფერი პირიქით მაგის საპირისპირო. ეს თქვენო თეთრკანიანებს გავხართო, მაგრამ შავკანიანებივით ცხოვრობთ. ანუ ამაში იგულისხმა აი ამერიკული სტანდარტული სოციალური ეკონომიკური გარემო, სადაც თქვათ ფერადკანიანთა უბნები უფრო ტრადიციულად ღარიბია, ვიდრე თქვათ თეთრკანიანთა უბნები და ეს ჩალექილი სტიგმები რა, რომ აი თეთრკანიანი უდრის მდიდარს და ეს აი ამ მაგალითით მოიყვანა ამას და აი ეხა ამას მე ვიტყვი ეკონომიკურ ფინანსურ კოლონიზაციაზე ქვეყნის რა. ჩვენ გვიტყდება რომ აფრიკასავით გვექცევიან. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი სიამაყე, როგორც ქვეყანას, როგორც სახელმწიფოს, როგორც კულტურას, მათ შორის გვაქვს ჩვენი ძალიან პრობლემური ცოტა რასისტული წარმოდგენები აფრიკის კონტინენტზეც, პრობლემური და აი ამ ჩვენი პრობლემური წარმოდგენებით აფრიკულ კონტინენტზე ძალიან გვიტყდება რომ უცბად ჩვენც მაგ პონჩი ვართ. ჩვენც იმ სტანდარტში ვართ. ამას არ უშვებს ქართველი. ეხა ეს ხალხურად ვთქვი რა, ჩვენც ამ პონჩი ვართ, მაგრამ აი იმიტომ რომ ეს როგორ თქვა, ვერ უშვებს ამას, რომ ქართველი ვეფხისტყაოსნის კულტურა, შოთა რუსთაველის, კოლხეთი, ინდუსტრიული გამოცდილება, ანუ ვერ უშვებს ამას, რომ ამ მდგომარეობაში არის აღმოჩენილი ამ ბანკიანი მსოფლიო ბანკირების მიერ. და ვერ ხვდება რომ უნდა გაბრაზდეს ამაზე. ეხლა მე ვცდილობ მაგალითად რომ ხალხს აუხსნა რა იცი რომ ახალგაზრდებს რა ეხლა განსაკუთრებით ვინც აი საპროტესტო მოძრაობებში აქციებში იყო ჩართული და ასე შემდეგ ხო? ძალიან ბევრს პატარას ჯენზის არ ახსოვს, იმიტომ რომ მათი უმრავლესობა დაბადება ეხა არ ვიცი როგორ გამოთვლა 2011 წელს იყო Occupy Wall Street აქციები ამერიკაში, ხო? ეს აქციები იყო ზუსტად იმ ბანკების წინააღმდეგ, რომლებიც ფლობენ TBC ბანკს და საქართველოს ბანკს. აი ზუსტად სახელობითად ეგ კომპანიები. Morgan Chase ბანკი. JP Morgan-ი, ეს არა ქვია EBRD ეგ ყველა ლონდონშია. ხო, Dunkin & Rossi, Dan Rossi. და აი ნუ ძალიან ბევრია რა. ნუ ხა იქ კიდე უფრო ბევრი. აი სულ უხსნი ხალხს ამას. ცდილობ რომ აუხსნა, რას გვიშვება ჩვენ ეს კოლონიური ეს აზროვნება.